აი ეს ტექსტი, ამ ორ ყდას შორის მოქცეული ფურცლები გამოტენილია უმძიმესი ამბებით, რომლებიც ძალიან სქემატურია, ძალიან, ასე ვთქვათ, ჩონჩხია და არა დეტალური აღწერა რაღაც წამების ან ცუდი შეგრძნებების ან ბანაკის ხელმძღვანელობის ქმედებებით. არა, ესაა ძალიან სქემატური ჩონჩხი, რომელზეც თქვენი წარმოსახვა კოშმარებს ააგებს. და მე ეს წუხელის დავამთავრე, იმიტომ რომ თავს ვაიძულებდი, რომ დღეში რამდენიმე გვერდი წამეკითხა. და რაღაცა წუხელის როცა დამრჩა ბოლო 20 გვერდი, მივხვდი, რომ უკვე ინტერესით ვკითხულობდი, იმიტომ რომ თავს აღარ ვაძალებდი წარმომესახა რაღაც, იმიტომ რომ იმდენი საერთო რამ ვიპოვე იმ მდგომარეობასთან, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, რომ ეს წიგნი გახდა ჩემი.